ოთხშაბათი დღე ზუზო არის სამედიცინო რუბრიკის დღე ჩვენს ეთერში. და დღევანდელ რუბრიკაში ვისაუბრებთ ძალიან მნიშვნელოვან საკითხზე, როდესაც მთელი მსოფლიო აი ესეთი სიცხეს სასწაულად ებრძვის, ჩვენთან ჯერჯერობით არ არის მსგავსი ტემპერატურა, როგორც მაგალითად ევროპაში ან სხვა კონტინენტებზე. სიცხე და ქრონიკული დაავადებები ვისაუბრებთ ძალიან სიღრმისეულად და რეკომენდაციებსაც მოვისმენთ თერაპევტისგან მაკა ღუჭაშვილისგან. ჩვენი გადაცემის სტუმარია თერაპევტი მაკა ღუჭაშვილი და ვისაუბრებთ ამ ძალიან მნიშვნელოვან თემაზე, რომელიც ზაფხულში არის აქტუალური განსაკუთრებით. როგორ მოქმედებს, მოგესალმებით. როგორ მოქმედებს მაღალი ტემპერატურა ქრონიკული დაავადებების მქონე ადამიანებზე და როგორ ვიმოქმედოთ, თქვათ, ამა თუ იმ საკითხზე, ვითარების შემთხვევაში. ციტა მიუხედავად იმისა, რომ ზაფხული ასოცირდება დასვენებასთან, მოგზაურობასთან, მზესთან და დადებით ემოციასთან და თავისთავად ზაფხული, რა თქმა უნდა, დაავადებას არ იწვევს, მაინც საყურადღებოა ქრონიკული დაავადების შემთხვევაში არ მოხდეს ამ დაავადებების გამწვავება და სწორი პრევენციით ჩვენ საშუალება გვექნება თავიდან ავერიდოთ მათი გართულება, გამწვავება და მოკლედ მივყვეთ რეკომენდაციებს. როგორც ვიცი, მაღალი ტემპერატურის დროს დაუშვათ ზაფხულში დიაბეტით დაავადებულ ადამიანებს უფრო უმწვავდებათ ეს დაავადება. რა იწვევს ამ ყველაფერს და როგორ შეიძლება დაუშვათ ამის პრევენციაზე რომ ვისაუბროთ კონკრეტული მაგალითებით. ერთ-ერთი არის მთელი რიგი ქრონიკული დაავადებები, რომელიც ზაფხულში შეიძლება გამწვავდეს მაღალი ტემპერატურის გამო და ერთ-ერთი არის დიაბეტი. ეხლა რატომ მწვავდება და რატომ შეიძლება რომ უფრო მეტი მეთვალყურეობა ასეთი პაციენტებისათვის იყოს მიმართული? ზაფხულში სისხლძარღვები ფართოვდება, იმისათვის რომ ორგანიზმი გადახურებისგან დაიცვას, აქვს თვითრეგულაციის უნარი ჩვენს ორგანიზმს ფართოვდება, დიახ, და ამიტომ შესაძლებელია წნევა დაეცეს და გარდა ამისა სისხლძარღვების გაფართოებასთან ერთად ხდება სითხის დანაკარგი, ელექტროლიტების დანაკარგი, ამიტომ გლუკოზის კონცენტრაცია სისხლში შესაძლოა იქნას მომატებული. ამიტომ ასეთ პაციენტებს ურჩევდით, რომ უფრო ხშირი მონიტორინგი გაკეთდეს გლუკოზის, მკურნალ ექიმთან უფრო მჭიდრო კომუნიკაცია და კონტაქტი. გარდა ამისა, დიაბეტით დაავადებული პაციენტები ძალიან ხშირად შეჭრილი არის გულსიზრახთა სისტემის პათოლოგიასთან, ხშირად აქვთ ხოლმე პერიფერიული ნერვული ნეიროპათიები და აგრეთვე დიაბეტური ტერფი. ამიტომ აუცილებელია ასეთი პაციენტებისთვის განსაკუთრებით ყურადღებით დათვალიერება ტერფის, რომ არ მოხდეს მაღალი ტემპერატურის დროს, მაგალითად კანის გაღიზიანება ჭარბიოფლიანობის გამო, მაცერაცია და ინფიცირება უფრო მარტივად, ვიდრე დაუშვათ სხვა შემთხვევებში. კიდევ რა დაავადებებია დაუშვათ, რომელიც აი ესე ზაფხულში მწვავდება ან თავს იჩენს ხოლმე? იგივე შეიძლება ითქვას სასუნთქი გზების დაავადებები, ხო? დიახ. კი ბატონო, რა თქმა უნდა, არის ყველაზე დიდი წილი მაინც აქვს გულსიზრახთა სისტემის დაავადებას და ამიტომ განსაკუთრებით სიფრთხილეა საჭირო და უფრო მეტი მეთვალყურეობა. ამას ყველაფერს მათი გაფართოება, სისხლძარღვების გაფართოება იწვევს? დიახ, იწვევს. ნახეთ, სისხლძარღვების მაღალი ტემპერატურის დროს სისხლძარღვების გაფართოება, რასაც მოყვება ჭარბიოფლიანობა, სითბოს და დაკარგვა, ჭარბოფლიანობასთან ერთად ხდება მიკროელემენტები და დაკარგვა და ელექტროლიტური დისბალანსი. გარდა ამისა, ემატება ისიც, რომ როდესაც ხდება სითხის დაკარგვა, ჩვენი სისხლი ხდება უფრო ბლანტი და ესეც ერთგვარი რისკ ფაქტორია იმ პაციენტებისთვის, ვისაც უკვე აქვს გულსიზრახთა სისტემის პათოლოგია, ვინაიდან მაგალითად გულს უფრო მეტი მუშაობა ჭირდება, რომ სტუმბოს ფუნქცია უკეთესად შეასრულოს და იმ პაციენტებს, ვისაც აქვს მაგალითად არტერიული ჰიპერტენზია, გულის რიტმის დარღვევა, გულის უკმარისობა, გულის იშემიური დაავადება, მეტი მეთვალყურეობა იგივე არტერიული წნევის კონტროლის მხრივ, რიტმის კონტროლის მხრივ და მკურნალ ექიმთან მჭიდრო კონტაქტის მხრივ ჭირდებათ მეთვალყურეობა.
და რაც შეეხებოდა უკაცრავად სასუნთქის სისტემის მხრივ, რომელი არის ყველაზე ესეთ საყურადღებო? ქრონიკული, ფილტვის ქრონიკული დაავადებები, რომელიც საყურადღებოა, ეს არის ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება, ეს არის ბრონქული ასთმა, აგრეთვე შესაძლოა აქვე მოვიაზროთ ალერგიული დაავადება, ალერგიული რინიტის სახით და რატომ ზაფხულში ჩვენ რაღაც ესე გვსვენია ხოლმე, რომ ზამთარში ვირუსები მატულობს და ამიტომ ზამთარია სასუნთქის სისტემის მხრივ გართულების ფაქტორი. ზაფხულში შესაბამისად ალერგიული მომენტებიც. დიახ, ზაფხული რატომ? ზაფხული იმიტომ, რომ მაღალი ტემპერატურის დროს ბაქტერიები მტვერი ჰაერში გაცილებით უფრო მეტი, ვინაიდან წვიმიანობა ნაკლებია და ნაკლებად ცველდება, ხო? ეს ზედაპირები ხდება ეს მტვრის გამო, მტვრის ნაწილაკების შეწონადობა და კონცენტრაცია მეტია, ნახშირორჟანგის კონცენტრაციაც მეტია, ოზონის ზემოქმედებაც და ამას ყველაფერს ემატება ეს რა თქმა უნდა რისკ ფაქტორია სასუნთქის სისტემის ქრონიკული დაავადების მქონე პაციენტებისთვის და მეორე აგრეთვე როდესაც გადახურება არ მოხდეს შენობებში არის კონდიცირება და ამ კონდიცირების სწორი გამოყენება მუდმივად არ უნდა იყოს ჩართული განიავება და აერაცია ჭირდება შენობებს და ეს აშრობს ჰაერს ბუნებრივია და ეს ჰაერის სიმშრალეც უკვე სასუნთქი სისტემის ლორწოვანი გარსის სიმშრალეს იწვევს და აქედან გამომდინარე სიმპტომების გამწვავებას. ამავე დროს მე მგონი კარგი რეკომენდაცია იქნება ასევე რომ როდესაც ზაფხულშია ესეთი სიცხის დროს ჩვენ კონდიცირებას კვლავ ვთავთ აი ეს მთელი წლის დაგროვილი და უცბად მტვერიან რაც არის შიგნით ბაცილები რომ ავიცილოთ თავიდან ალბათ უნდა მოხდეს მათი გაწმენდა. აუცილებელი ფაქტორია წელიწადში ერთხელ უნდა ხდებოდეს კონდიციონერის თვითონ შიდა სტრუქტურის გაწმენდა რომ აი სწორედ აი შიდა ცირკულაცია არ მოხდეს მტვრის ნაწილაკების რომელიც ალერგენია და ინფიცირების წყაროც აგრეთვე. აი არტერიული ჰიპერტენზიის მქონე პაციენტებისთვის რა არის ყველაზე დიდი რისკი სიცხის პერიოდში და დიახ, არტერიული ჰიპერტენზიის მქონე პაციენტებისთვის ყველაზე დიდი რისკი ეს არის პირველ რიგში ნახეთ მაღალი ტემპერატურის დროს როგორც აღნიშნეთ სისხლძარღვები ფართოვდება, ამიტომ შესაძლოა რომ მათ არტერიული წნევის დაქვეითება გამოეხატოთ, განსაკუთრებით თუ სიცხის დღის იმ მონაკვეთში იმყოფებიან გარეთ, როდესაც მაღალია მზის აქტივობა, ამიტომ ყურადსაღებია რომ მიიღონ აუცილებლად გაიზომონ არტერიული წნევა და მონიტორინგი უფრო მეტი სიხშირით ჩატარდეს. მედიკამენტები არ უნდა შეწყვიტონ, ეს აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ. ხანდახან გონიათ ხოლმე ზაფხულია და მედიკამენტები არ მჭირდება. არავითარ შემთხვევაში მედიკამენტების მიღება აგრეთვე ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, როგორც გითხარით, ზაფხულში იკარგება ჭარბი რაოდენობით სითხე ჩვენი ორგანიზმი. ამიტომ წყალი არის აუცილებელი. არა გაზიანი სასმელი, დაუშვათ არა იქ ყავა და ჩაი და კოფეინის შემცველი პროდუქტების სასმელები, არამედ წყალი. წყალი აუცილებელია, რადგან ეს დანაკლისი სითხის შეივსოს ორგანიზმს და მიიღოს მიღების დოზები როგორ არის? კი, ესეც როგორც ვიცი, ეს წონის მიხედვით ანგარიშდება, ხო? კი, წონის მიხედვით ანგარიშდება. ბალანსია და საცავი. საერთოდ როგორ არის, იცით, ჯანმრთელმა ადამიანმა კილოგრამ წონაზე უნდა მიიღოს 30-35 მილილიტრი წყალი. ეს სადღაც აი საშუალოდ რო ავიღოთ 60 კილოგრამი წონის ადამიანის შემთხვევაში დაახლოებით 2 ლიტრამდეა. ლიტრა და 800 2 litrამდე. ეხლა როდესაც ჩვენ საუბრობთ ქრონიკული დაავადების მქონე პაციენტებთან, ასე უხეშად რომ ავიღოთ, დღის განმავლობაში 2 litrამდე უნდა მიიღონ მათაც წყალი, უბრალოდ უნდა გავითვალისწინოთ პაციენტები, ვისაც აქვს გულის უკმარისობა და იმყოფებიან შარდმენ პრეპარატებზე და აგრეთვე თირკმლის უკმარისობა, ამიტომ აქაც აუცილებელია მკურნალ ექიმთან კომუნიკაცია და მჭიდრო კავშირი, რათა მოხდეს იქ დოზის ცვლილება იქნება თუ დაუშვათ სხვა წყლის დოზებთან შესაბამისობაში მოვიდეს ზაფხულის პერიოდში. საკვების თვალსაზრისითაც რაღაცა გამიგონია ესე ბავშვობიდან, რომ ზაფხულში რაღაცა უფრო მსუბუქად უნდა იკვებოს ადამიანი, რომ არ გადატვირთოს ორგანიზმი. არის თუ არა ეს მითი თუ რეალობა? არა, ეს ნამდვილად რეალობაა და მითს არ წარმოადგენს. ზაფხულის პერიოდში განსაკუთრებით სასარგებლოა და სასურველია მიიღოს ორგანიზმმა ისეთი ხილი და ბოსტნეული, რომელიც დიდი რაოდენობით შეიცავს წყალს. აქაც ყველა მივდივართ, რომ არ იყოს სითხის მაქსიმალური დანაკარგი და მაქსიმალურად შევეცადოთ, რომ შევინარჩუნოთ ან ბალანსი აღვადგინოთ. ამიტომ ხილი და ბოსტნეული არის ყველაზე
კარგი საშუალება საკვებად მიღებისთვის, ცხარე მჟავე პროდუქტები, ხორციც ნახეთ შემწვარი პროდუქტები უფრო ნაკლებად. რა თქმა უნდა, ცილოვანი პროდუქტი უნდა იქნას მიღებული ოღონდ, აი უმჯობესია რომ ეს ყველაფერი ბალანსირებულად იყოს ბოსტნეულის და ხილის ხარჯზე. და კანის მიმართულებას რო ვისაუბროთ, აი რომელი დაავადებების მიმართ გმართებს ყველაზე მეტად ყურადღება ამ დროს? ამ პერიოდში. კი ბატონო. ხო, არც კანი გრჩება ყურადღების მიღმა ზაფხულის დროს და მასაც რა თქმა უნდა ჭირდება ყურადღება. ეხლა რომელი არის ყველაზე მეტად რომ შეიძლება სეზონი გვიახლოვდება და ამიტომ მზის ზემოქმედებით რომ არ გამოიწიოთ მზის რისკ ფაქტორია მზისგან დამწვრობა, სხეულის გადახურება და დაკარგვა და გარდა ამისა ანთებადი პროცესების განვითარება. აქაც ყურადსაღებია, რომელი როზაცია პირველ რიგში, იმიტომ რომ ისედაც მიდის კანის სახის კანის სიწითლით და მზე ამას ისე ამწვავებს. გარდა ამისა ატოპიური დერმატიტი, ფსორიაზით შეიძლება მოვისაზროთ, ამას უბრალოდ ხან არის ხოლმე მდგომარეობა და ისეთი სიტუაცია ფსორიაზის დროს, როდესაც ფოტოთერაპია პირიქით დადებითად მოქმედებს, მაგრამ აქაც არ უნდა გადავაჭარბოთ, ანუ მთელი დღის განმავლობაში რა თქმა უნდა ჭარბად მზეზე ყოფნა მას გაამწვავებს. ნუ სისტემური დაავადებებიც ერთ-ერთი არის ესეთი სისტემური წითელი მგლურა, რომელიც მზე მას ამწვავებს და აუცილებელი ფაქტორი აქაც არის დატენიანება კანის და მზისგან დამცავი საშუალების გამოყენება და აუცილებლად ტანსაცმელი, რომელიც იქნება ღია ფერის და ნატურალური ქსოვილის, რომ მაქსიმალურად მოხდეს აი მზის ღირების არეკლადია. მოხდეს მაქსიმალურად. აი ქრონიკული დაავადებებით პაციენტები დაუშვათ მიდიან ზღვაზე ან თაში დასასვენებლად. აი ამ შემთხვევაში რა უნდა გაითვალისწინონ, რომ მათი დაავადებები არ გამწვავდეს? ამ შემთხვევაში რა რეკომენდაცია იქნება თქვენგან? და ეხლა ნახეთ მთაში და ზღვაზეც ცოტა განსხვავებულია რეკომენდაცია იმ მხრივ რომ იგივე სითხის დანაკარგი მაგალითად და დამწვრობის საშიშროება დაუშვათ ზღვაზე უფრო შეიძლება იყოს ვინაიდან მთელი დღის განმავლობაში რომ არ იყოს ადამიანი და თავიდან ავირიდოთ მზეზე ყოფნა. მთაში საყურადღებოა გულსისხლძარღვთა სისტემის პათოლოგიის მხრივ ის რომ წნევის ცვალებადობა, გაიშვიათება ჰაერის სასუნთქი სისტემის მხრივაც გაიშვიათება ჰაერის და ამიტომ შესაძლოა წნევის ცვალებადობა გამოიწვიოს და გულის რიტმის დარღვევა, ამიტომ ექიმთან რეკომენდაციით უნდა მოხდეს იმის განსაზღვრა და უშუალოდ რომელი უკეთესია და სად უმჯობესია წავიდეს. აუცილებლად პაციენტებმა თან უნდა იქონიონ მისი მუდმივი მოხმარების მედიკამენტები, სწორად შეინახონ, რადგან სიცხის პერიოდში ხანდახან არის რომ ზოგი ჰორმონზეა და უშუალოდ ზოგი რაღაც და არ მოხდეს ტემპერატურული რეჟიმის დარღვევა. რა თქმა უნდა მე ყველა შემთხვევაში ყველა პაციენტს რეკომენდაციას მუდმივად ვეუბნები წყლის, იმიტომ რომ გონიათ რომ აი არ მწყურია და რატომ დავლიო, აი რომ არ გწყურია მაინც უნდა მიიღო ის სითხე, იმიტომ რომ ის გაუწყლოვნება არ მოხდეს და აუცილებლად ალერგიის საწინააღმდეგოთა აუცილებლად ალბათ უნდა ქონდეთ რაღაცა. რა თქმა უნდა ის აფთიაქის ყველა როცა ადამიანი პირველადი დახმარების ჩანთა აუცილებლად ის უნდა იყოს მაშინ იგი პირველადი დახმარების მედიკამენტები, რომელიც შეიძლება საჭირო გახდეს. მოდით რაღაცა შეჯამების მხრივაც ესე ერთიანად რეკომენდაციები ვუთხრათ ჩვენს მაყურებელს. ანუ ადამიანები, ვინც ქრონიკული დაავადებით არიან დაავადებულები და ვინც არ არიან და მიდიან ზღვაში, მთაზე დასასვენებლად ზაფხულის პერიოდში, როდესაც არის ძალიან სიცხე, ძალიან დიდი რისკი იმისა, რომ ორგანიზმი გადახურდეს. ალბათ საჭიროა რაღაცა ჩაცმულობისას თავსაბურავი აუცილებლად ფარფლიანი ქუდი აუცილებლად რომ მზის დაკვრა არ მოხდეს და მზისგან გადახურება არ მოხდეს. ხა ყველაზე ესეთი სამი აუცილებელი რეკომენდაცია, რომელიც ყველა სიტუაციაში გამოგვადგება, როგორც გითხარით, ის რომ არ მოვახდინოთ ორგანიზმის გაუწყლოება და შევინარჩუნოთ მუდმივი წყლის მიწოდება. მეორე ის რომ არ გავწყვიტოთ ექიმთან კონტაქტი და მედიკამენტები, რომელსაც იღებს ქრონიკული დაავადების მქონე პაციენტები, მუდმივად გააგრძელონ ამ ზაფხულის პერიოდშიც და აგრეთვე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ყველა სიმპტომი არ მოვიაზროთ მხოლოდ სიცხეს არ მივაწეროთ და ის დაუშვათ
უშუალოდ სიმპტომები, რომელიც არის თავბრუსხვევა, იქნება წნევის დაქვეითება, არტერიული გულის რიტმის ცვლილება, გულისრევის შეგრძნება თუ სხვა სიმპტომები მივაქციოთ ყურადღება და დროულად მივმართოთ უშუალოდ შესაბამისად. ძალიან დიდი მადლობა. შეჯებები მივეცით ეს მოგებულს, რომელიც აუცილებლად გასათვალისწინებელია მიუხედავად ქრონიკული დაავადებებისა თუ არა. ხო? ყველა ჩვენი სტუმარი გახდათ თერაპევტი მაკა ხუჭაშვილი და დიდი მადლობა, რომ იყავით ჩვენთან ერთად.